თუ გსურთ ვიდეო ზარის მეშვეობით გადასახადის გადამხდელ ფიზიკურ პირად რეგისტრაცია, ავტორიზებული მომხმარებლის გვერდის აქტივაცია, პაროლის აღდგენა ან ტელეფონის ნომრის შეცვლა, ეს ვიდეო თქვენთვისაა. ვიდეო ზარით სარგებლობისათვის საჭიროა შეხვიდეთ მოცემულ ვებგვერდზე და აირჩიოთ სასურველი ღილაკი. დავუშვათ აირჩიეთ საქართველოს მოქალაქე ფიზიკური პირი. შეავსეთ სავალდებულო ველები, რომლებიც მონიშნულია მოცემული სიმბოლოთი. გაითვალისწინეთ, რომ ელექტრონული პოსტის მითითება სავალდებულო არ არის, თუმცა მითითების შემთხვევაში მისი ნამდვილობის დადასტურების მიზნით სავალდებულოა მითითებულ ელექტრონულ პოსტაზე გაგზავნილი კოდის დადასტურება. ტელეფონის ან და ელექტრონული პოსტის დადასტურების შემდეგ დაეთანხმეთ მოცემულ ველებს და დააწექით ღილაკს დადასტურება, რის შემდეგაც შეგიძლიათ დაიწყოთ დისტანციური იდენტიფიკაციის პროცესი. გაითვალისწინეთ, რომ მომსახურების მისაღებად უნდა გიფიქსირდებოდეთ მოქმედი პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი, პირადობის მოწმობა ან საზღვარგარეთის პასპორტი. აირჩიეთ დოკუმენტი, რომლითაც გსურთ იდენტიფიკაციის გავლა. მაგალითად, პირადობის მოწმობა და განაგრძეთ რეგისტრაცია გამოტანილი ინსტრუქციების შესაბამისად. იდენტიფიკაციის გავლის შემდეგ, თუ სისტემამ გამოიტანა მსგავსი ღილაკი, ეს ნიშნავს იმას, რომ თქვენ ჯერ არ გაქვთ ავტორიზებული მომხმარებლის გვერდი. ასეთ შემთხვევაში რეგისტრაციის პროცესის გასაგრძელებლად დააწექით მოცემულ ღილაკს. პროცესის დასრულების შემდეგ SMS შეტყობინების სახით მიიღებთ ავტორიზებული მომხმარებლის დასახელებას და პაროლს. ხოლო თუ სისტემამ გამოიტანა მსგავსი ფანჯარა, ეს ნიშნავს იმას, რომ თქვენ უკვე გაქვთ ავტორიზებული მომხმარებლის გვერდი. საჭიროების შემთხვევაში სისტემა გაძლევთ საშუალებას მოცემული გვერდის გამოყენებით აღადგინოთ პაროლი ან შეცვალოთ ბაზაში დაფიქსირებული მობილური ტელეფონის ნომერი. დავუშვათ გსურთ ტელეფონის ნომრის შეცვლა. ამისათვის დააწექით ღილაკს მობილური ნომრის შეცვლა. როგორც ხედავთ, პირადი ნომრის ველი ავტომატურად შეივსო. შეიყვანეთ სასურველი ტელეფონის ნომერი და დააწექით ღილაკს კოდის გაგზავნა. ჩაწერეთ მიღებული კოდი და დააწექით დადასტურების ღილაკს. სურვილის შემთხვევაში ტელეფონის ნომრის შეცვლის შემდეგ შეგიძლიათ შეცვალოთ ასევე პაროლი. გაითვალისწინეთ, რომ ვიდეო ზარის სხვა ჩანართებით გათვალისწინებული სერვისების მიღებას შეძლებთ სამუშაო საათებში. შემოსავლების სამსახური გისურვებთ წარმატებას.